მოგესალმებით, როგორ ხართ? მე მშვენივრად, რაღა დაგიმალოთ და კაი გავიკეთებ ხოლმე ყავას. ჯანდაბაცა მათი თავი. ეს არ მინდა. აი ამას გავაკეთებ. მოდი ახლა ამ კუთხეში მოვჯდები მე აქ. რადგან მეორე მხარი ამახია ერთმა სულიერ მაგ დავჯდები. არ მინდა რა ფიქრე. მრიელად ვერ დავლიე რაღაცა დასვენებული ყავა. დამშვიდებული. ინა ვიდეო რომ დავდე არ თქვი, სად მივდიოდი. მაგრამ ისეთი სათაური დავაწერე, ვინც მიყურებს ხოლმე, ნუ ვინც მიცნობს, აღარ არის საუბარი და ვინც მიყურებს ხოლმე თავიდანვე და მიყურებთ. ზუსტად ვიცი რომ აი ნებისმიერ ეგრევე მიხვდებოდით რომ ერთ ქალაქზე იყო საუბარი და ეგრევე მიხვდებოდით რომ სტამბოლში ვარ. ცოტა თავიდანვე და მგზის ამბებსაც გაგიზიარებთ. ცოტა კადრებსაც შემოგაშველებთ, რაღაცები მაქვს გადაღებული. დიდად არ გამოვა ახლა ეს დიდი ვლოგი, უბრალოდ რაღაცა ინფორმაციული იქნება ასე თუ ისე და მე უკვე გადავა უშუალოდ სტამბოლის ვლოგს გავაერთიანებ და სავარაუდოდ მაგას უკვე საქართველოში რო ვიქნები, მაშინ შევძლებ რომ დავამონტაჟო და დავდო. მე ეჭვება რომ აქ მაგის დრო მქონდეს და თავი უფრო. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ძალიან დაღლილები დავბრუნდებით ხოლმე, დილით უნდა გავიდეთ და მოვიდეთ გვიან. და არ ამგონია რომ ამის თავი მქონდეს. შევწდები გადავიღო მაქსიმალურად რასაც შევძლებ, როგორც შევძლებ, რანაირადაც შევძლებ და მე ავაწყობ. ჩვენ ვართ ტურით, სახმელეთო გზით, ავტობუსით. ჩვენთვის ასეთი მოგზაურობა არის უკვე მესამე. რომ გითხრათ რომ რაღაცა განსაკუთრებულად რთულია, ნამდვილად არა, ჩვეულებრივად გასაძლები და ასატანია, არის პატარა დისკომფორტი, რა თქმა უნდა, მაგრამ დისკომფორტი ჩემთვის ფრენასაც ჰქონდა მაგალითად. ღამე იქაც გავათენე, იქ უფრო მეტი ან რა ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ნუ ახლა რა თქმა უნდა შორს, ძალიან შორს. ავტობუსით მართლა ვერ წავიდოდი და არ ავირჩევდი ავტობუსს, მაგრამ აქ თურქეთში ნამდვილად ძალიან მარტივია და თან რაღაცა თავისი მუღამიცა აქვს რა. სხვა დანარჩენი ფსიქოლოგიურად რომ განეწყობი რომ დღე და ღამე უნდა იცხოვრო ავტობუსში, ცხოვრობ ბედნიერად. ჩერდება წამდაუწომ, რა ვიცი 3-4 საათში ერთხელ, შეიძლება უფრო ადრეც მოუწიოს ხოლმე, ესე რომ მაგის პრობლემა არ არის ყვებისთვის, რაღაცა სხვა საჭიროებებისთვის, სრულიად საკმარისი დროა შესვენებისთვის. დანარჩენს უკვე კადრებით შემოგაშველებს და მივყვეთ ის თანმიმდევრობით. შიგა და შიგასაც ვკლავდით მგზავრობის დროს. აქ უკვე გადავიარეთ ჩვენი საზღვარი, შემდეგ თურქების საზღვარი და უკვე თურქეთში ვართ, თურქეთის ტერიტორიაზე. ავტობუსი დილით თბილისიდან გავიდა 6 საათზე და 12 საათზე უკვე სასტუმროში ვიყავით მეორე დღეს. გაჩერდა ძალიან ბევრჯერ, მინიმუმ 40 წუთით. საჭმელად უკვე ძალიან მშვიდდა. არის სადღაც 3-4 საათია, 3 საათია. და ვერაფერი ვერ შევარჩიეთ რაღაცები იყო. გზაში ზოგადად ძალიან ჭირს ჭამა და ავერჩი უბრალოდ სენდვიჩი. ფოტოშორის ან ძალიან გემრიელია. ამაგიეროთ ჩემი უღრის აქვს გემრიელად არჩეული. ძირითადად ყველგან ისეთ ადგილზე ვჩერდებოდით, სადაც ძალიან ლაბაზი ხედები იყო და რა თქმა უნდა ამ შანსსაც არ ვუშვებდი ხელიდან. აქვს თავისუფალი დრო. შემდეგი იქნება უკვე მცირე აია სოფიასთან და მაგის შემდეგ უკვე 3 და 4 გაჩერებაზე ვიქნებით სტამბოლში. უკვე ჩვენ სასტუმროში. ხედები. ძალიან ზღვარელია, ნუ აი არ ვიცი. და თურქებს ხო საქართველოს თავისი გონიათ. აი მე მაგალითად თურქეთი მგონია ჩემი. ჩემად ვთვლი. ჩემთვის ააშენეს. გაჩერება. ალბათ საათნახევარი ვიარეთ, ზუსტად აღარ მახსოვს და უკვე მცირე აია სოფიასთან მივედით. წინ კიდევ აი ესეთი ლამაზი ხედები. ერთი პრობლემა ძალიან ცხელა. ხარა ვარ პირველად კვანცასთან ერთად ვიყავი 2 წლის წინ.
კაბადოკიაში მოგზაურობის დროს. ხო გამოვედით. რაღაცები მაშინ არ იყო. ან სხვანაირად იყო, არ ვიცი, მგონი არ იყო. ალბათ დამათვალიეროთ რა ხდება. მას შია და გამჩენი არ ასვენებს. მამაზე ძირი ვერ ასვენებს ანუ. ეს თურქული 64-ია, განსაკუთრებით ჩემნაირი მსუნაგებისთვის. შორის ეს არასოდეს კაფეს ინჯობს. ვერფრის კალახლა. ერატიპები არიან და ხერა. ეს არის უკვე ბოლო გაჩერება და შესვენება. ცოტა შევჭამთ. სუსოთქამ. გემრიელ თურქულ ჩაის მივირთმევ. აბა ისე როგორ? და უკვე ყო დილით ხავჩერდები და შეფერება საწყობი. ადგილამდე მისასვლელად დაგვჭირდა ზუსტად 30 საათი თავის გაჩერებებიანად. გავჩერდით ბევრი. თქვენ ხომ არ იცით რამდენჯერ წარმოვიდგინე ამ ხიდზე როგორ გადავივლედი. რადგან დროზე ადრე მივედით სასტუმროში, იყო შანსი იმისა, რომ ნომრები თავისუფალი და მოწესრიგებული არ ყოფილიყო, მაგრამ გაგვიმართლა თან ძალიან. დასვენებისთვის ჰქონდა დაახლოებით 3 საათი, როგორც მახსოვს, რაც სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ აზრზე მოვსულიყავით და დღის მეორე ნახევრიდან უკვე დავიწყეთ ჩვენი ოფიციალური ტური. სანამ ახლა თავს მოვიწესრიგებ და სანამ ამოვყრე ამ ჩემოდნებს და სანამ საგიჯეც დაემსგავსება აქაურობა, უცებ პუნქტური გადავიღოთ ჩვენი ნომრის. ნორმალური ნომერია. ახლა აივანი და კაი ცხოვრება არ აქვს. სეიფი გვაქვს. ჯუსტიჩკები. აქეთ მაცივარი. გენაცვალეთ თქვენ ყავაკი გვაქვს აგერ. კიდევ რა გვაქვს. პენტიკროშკები რო ჩავალაგოთ. ისეთი სათავსო. ნორმალური ნომერია. 3 ადგილიანი. ჭყიტოთა ბაზანაშიც. ეს არაფრის მაქრისი ფენიც გვაქვს. ზოგადად არაფერში ვქნია ხოლმე ღმერთს, მაგრამ რო არის ხო იმედი გაქვს, რომ რაც ახლა უნდა მოვწესრიგდეთ. ადამიანს უნდა დავემსგავსო. ვაფრთხილ საწმელებისთვის თუ ჩამოსკუპდე და ჩაიცვა. დრო გვაქვს ალბათ 4 საათამდე. 4-ზე უნდა გავიდეთო, ხო? 4 საათი გვაქვს დრო. და ძალიან კარგია ეგ ამბავი, აი 4 საათი ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან მჭირდება ახლა დასვენება. ცოტა ხანი განპირთვა სიმშვიდე და სიწყნარე. და მე უკვე დავიწყებთ სანახაობების დათვალიერებას, ძირითადი სანახაობების დათვალიერებას და ვიცი, ამ ტურში, ამ მოგზაურობაში მინდა ნახოთ მაქსიმალურად ყველაფერი, რაც უნდა ნახოს სტამბოლში. რჩება ალბათ რაღაც რამდენიმე ადგილი, რომელსაც ვერ ვნახავ, მაგრამ მე სტამბოლში პირველად ვარ, მაგრამ არა ბოლოჯერ. ესე რომ კიდევ რაღაც ხონდა დავიტოვო, ჩამოვალ, ანუ რა თქმა უნდა. ვემზადებით გასასვლელად უკვე, პრინციპში მზად ვართ. პირველი რაც ამ დღეს გავაკეთეთ, გეგმაში იყო ბოსფორზე გასეირნება გემით და ულამაზესი ხედებით ტკბობა, ოღონდ დღისით. შემდეგი იყო ბალათის რაიონში გასეირნება. აი, ყველაზე ინსტაგრამული ფოტოები რო გამოდის რა. დღის ბოლო კი დავაგვირგვინეთ თურქული საღამოთი, რომელიც ასევე იყო გემზე. თურქულ საღამოზე ნამყოფი ვარ. იმდენად კარგი იყო და ისე კარგად მახსოვს, მაშინ რაღაცნაირად ვიყავით რა, არ ქონდა გადაწყვეტილი რომ წავიდოდით. არ მახსოვს ვინ და ვიღაცა მითხრა რომ არა, არ მოგეწონებაო. ხო და მე რადგან უმეტესობა მიდიოდა, კაიო წავიდეთო, მე და გვანცა ვიყავით კაბადოკიაში და აი, ისეთი დრო ვატარეთ. კიდევაც ვამბობდით, რომ არასდროს არავის არ უნდა მოусმინო. იმიტომ რომ ვიღაცას რაღაც შეიძლება მოსწონს, ვიღაცას რაღაც შეიძლება საერთოდ არ მოეწონს. ამიტომ ერთხელ ყველაფერი უნდა ნახო და მე დალში შენ გადაწყვეტ. თურქულ საღამოზე კიდე
დიდი სიამოვნებით წავალ ყოველთვის. მერთო ამას ვისვამ და მგონია ეს. ცოტათ მას მივხედავ ახლა და უკვე გასulis დროა. ასე გამოიყურება ჩვენი სასტუმროს. შიდა სივრცე. გემზე და შესაბამისად დავათვალიერებთ სრუტეს და ამას ფოტოებს და ვიდეოებს გადაიგებთ. ამის შემდეგ ისე დავბრუნდებით ლოკაციაზე, საიდანაც გემი გავა და მივდივართ უკვე ბალათის რაიონში, სადაც ფერადი ქუჩები და ფერადი სახლები დაგხვდება ფოტოებისთვის და ვიდეოებისთვის ანალოგიურად აქაც მოხდა. Karşıma çıktı neler sağ toydum düştüm zorla toydum düştüm. მოვედით ადგილზე. ხოლო ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის არის დაჯავშნილი და ეგ ძალიან კარგია. შემთხვევითი ადამიანები არ იქნებიან, მარტო ჩვენ ვიქნებით, როგორც გითხრეს. დავიწყეთ. აი სერიალებიდან რომლებამდე წერია, იმით და გავუძურეთ. მსგავს ტურზე ყოველთვის მუშაობენ ხოლმე ფოტოგრაფები და სულ რომ უარი უთხრა და უთხრა რომ არ მინდა ფოტოს გადაღება, მაინც აჩხაკუნებს, ან არ შეგეშვება, მე შემოგიტას და გიანგარიშებს და აუცილებლად გეტყვის ძვირს. ჩვენ გამოცდილება უკვე გქონდა კუშადასიდან მსგავსი და ამ შემთხვევაში შემოგთავაზა პირდაპირ ალბომი მოგვიტანა და გითხრა რომ იყო 29 ევროსი, მაგრამ ბოლოს 800 ლირა და ესე კოცით გამოგვატანა. ესე რომ აუცილებლად მსგავს სიტუაციაში უნდა შეევაჭროთ. უყურებ ხა და არ ვიცი, როგორ უნდა გადაიღო, რით უნდა გადაიღო, რომ ის ზუსტად გადმოსცე ადამიანმა, რასაც გძნობ, როცა ამას უყურებ. აქ უკვე გადავინაცვლეთ ბალათზე, ბალათის რაიონში, სადაც მართლა ულამაზესი ფოტოები გამოდის. კიბეების გვერდით არის ეს პატარა კაფე რაღაცა, მართლა 64-ია და ძალიან ბევრი ადგილია მოწყობილი ლამაზი ფოტოებისთვის, მაგრამ აუცილებლად რაღაც უნდა შეიძინო და ესე შეგიშვებთ. რაც ფოტოებში უფრო ფერადი ჩანს ისე ზოგადად. სულ ეს არის ის ლამაზი ცნობილი ფერადი სახლები და ინსტაგრამული ფოტოები, რომ იჭითება ხოლმე. მოვიარეთ ბალათი, მოვлаრეთ, მოვირბინეთ რაღაცა რამხდრეულის სისტრაფით. არ მეყო და ძალიან დამაგდა, არ მეყო. და ახლა ნაწილი ბრუნდება სასტუმროში და ნაწილი მედივარ კულტურ საღამოს. ანუ დღე ჯერ კიდევ არ სრულდება. ანუ ჩვეულებრივად მკვდარი ვარ, მაგრამ არ მივიცნებ. ბალათს რაც შეეხება, გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ იმ ქუჩებს, სადაც სერიალი ჩუქურია გადაღებული, უბრალოდ გვერდით ავუარე. ფიზიკურად არანაირად არ იყო იმის დრო, რომ გადამეხვია გზიდან და მიმერბინა, მაგრამ არაუშავს ამ ადგილის კარგად სანახავად აუცილებლად. დავბრუნდები. აქ უკვე მივედით თურქულ საღამოზე, ვერც კი გეტყვით რამდენი კრუგი დავარტყით მანდ. ულამაზეს ხედებს სტამბულის. საკვები შედიოდა საფასურში, ღირებულება იყო 60 ევრო. გადაჭრილება როგორი სიტუაციაა. შოუსთან ერთად ამ საფასურში შევიდა კვებაც და ასევე სასმელი. საღამო გაიხსნა აი ამ ცეკვით, რომელიც თურქული ტრადიციული ცეკვაა და უფრო რიტუალის დანიშნულებაც აქვს. რამდენადაც ვიცი, რა თქმა უნდა, იყო მოძლის ცეკვაც და ასევე გაგიკვირდებათ და როგორც მოახერხეს რაჭულით შეასრულეს. ამ ლამაზ კადრებს დაგიტოვებთ და ესეთ მხიარულ ნოტაზე დავასრულოთ დღევანდელი ვლოგი. დაელოდეთ მეორე ნაწილს, გაგრძელება აუცილებლად იქნება.